ტყვიავის მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რომ სოფელი დაბინძურებულ სასმელ წყალს მოეხმარს. რამდენიმე მათგანმა ამ მხრივ საეჭვო გარემოებები შენიშნა, თუმცა როგორც თავად ამობენ, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე არავინ უნახავთ. უწინ ხოლმე ქლორითი წმინდებოდა, მალ-მალე ხშირად ბავშვობაში წყალს ვერ ავსვამდი, რომ ქლორიანი აომოდიოდა ხოლმე ძალიან მალ-მალე და ეხლა რა ვიცი, მაგისი გემო არ მიგრძნია და აი რაღაცნაირი არასასიამოვნო სულია. შვილმაში ამჩენა გუჯინჭინა მეზგავშინჭინა იგი. გემოზე? აი არ არის უსიამოვნო გემსუნია აქ, არ არის გემრიელი წყალი. უნდა გაფიქრონ რაღაცა, მაგრამ როგორ შეიძლება. კიაყელები ბევრჯერ გამოყვა სასმელ წყალში. როდის შეამჩნიეთ? ხშირად ამჩნიეთ. ზაფხულში რა. ესე 3-4 თვის წინ. მაგასა სოხალხი. აბა რა ქნას ხალხ მაგას. ეგა კი არისია. ეს მე დავაფიქსირე ეგა და ის ვინც პასუხისმგებელია იქა ვერა ვნახე. იმ დღეს და დაჟე მეზობელთაცა ჭიქით დახონა ჭიაყელა. ადგილობრივების ნაწილმა პრობლემის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო, რის შედეგადაც შესაბამისი სამსახურებისგან საჭირო ზომების მიღებას ითხოვენ. მსგავსი პრობლემით გორის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ტყვიავი არ გამოირჩევა. სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდულმა ცენტრმა მდგომარეობის შესწავლის მიზნით სინჯები სულ 8 სოფლიდან აიღო. ხარისხის გამოსავლენად ამ პროცესში კვალიფიციური სპეციალისტები ჩართო, რომლებსაც სასმელი წყლის შემადგენლობის დეტალური შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება დაუკვეთა. ორ თვეში ერთხელ მაინც ერთ თვეში ერთხელ ხომ უნდა შემოწმოთ. რა ვიცი, არ დავწარმოებთ და სუმაკ წყალსაც ვავთ რამდენი ხანია. ანუ არ იცოდით ამის შესახებ პროჟექტი? არა, ეხლა თქვენგან მეყურება. მეზობლები ერთი მეურაში ვიძახით, რომ რა ის არისო, ნალექიანიო. აი ან რო ავადურებთ ჩაის არამესა ძირში თეთრად იგდებს. უნდა შემოწდეს, იმიტომ რომ ახლა ხალხი სიცოცხლეა დამოკიდებული. სურასაც ცოცხლობს ადამიანი და ისიცა ესეთი ცუდი წყლით. კარალეთის ტყვიავის ტირზნისის ბროწლეთის ქვემოხვითის სასმელი წყლები განსაზღვრული მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით დაბინძურებულია და არ შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. ეს არის ამონარიდი დასკვნიდან, რომელიც შპს ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ ადგილზე წყლის ხარისხის შემოწმების შედეგად მომზადდა. როგორც დადგინდა 5 სოფელში სასმელი წყალი არის დაბინძურებული. აქ არის როგორც თქვათ პარაზიტული ასე ბაქტერიული დაბინძურება, რომელიც რა თქმა უნდა არ არის ასეთი სასმელი წყლის მოხმარება რეკომენდირებული. ასევე ეს სასმელი წყალი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის დადგენილებას, რომელთაც განსაზღვრულია ის ტექნიკური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყალი იმისაც, რომ იგი მიეწოდოს მოსახლეობას. არსებული ვითარების შესახებ სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა შოთა ბუჩიკურმა ნეოტივის გადაცემაშიც ისაუბრა და ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული დოკუმენტის შინაარსისა და სპეციალისტების რეკომენდაციების გაცნობა შესთავაზა. თუ კი სურვილი ექნება ხელისუფლებას მზადვართ მივაწოდოთ ეს კვლევის შედეგები, თუ კი დაინტერესდებიან, ამ მხრივ ჩვენ ასე ვთქვათ მზაობა გვაქვს. დანარჩენი უკვე არის მათი გადასაწყვეტი, რას გააკეთებენ და როგორ, ასევე ვთქვათ არსებობს გარკვეული დადგენილი წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს აი ამ სათავე ნაგებობების, ჭაბურღილების, მაგისტრალების დასუფთავება, დეზინფექცია იმისათვის, რომ წყალი არ იყოს დაბინძურებული და მათ რა თქმა უნდა შეუძლიათ, რომ აი ამ წესების ვთქვათ თანახმად მოახდინონ აი ამ დაბინძურების წყაროების აღმოფხვრა. გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში სასმელი წყლის მოვლა პატრონობისთვის 1.226.000 ლარია გათვალისწინებული. პროგრამის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტში ამ თანხით უნდა განხორციელებულიყო სასმელი წყლის სისტემების, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების მონიტორინგი და ოპერატიულად აღმოფხვრილიყო ყველა დაზიანება. გეგმაში ასევე წერია, რომ პერიოდულად შემოწმდებოდა წყლის ხარისხიც. თუმცა რამდენად მიზნობრივად მოხდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გახარჯვა, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების გამოხმაურებებიდანაც ჩანს. კვლევის შედეგების გამოქვეყნებამ გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა სხვა სოფლებიდანაც გამოკვეთა. 8 სოფელში კვლევის ჩატარებამდე წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე მოქალაქეთა უფლებისა და მათი ჩართულობა ადვოკატირების კონტექსტში საოკუპაციო ხაზის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ტრენინგის ჩატარდა. სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის და საინიციატივო ჯგუფის ახალგაზრდების სუფთა წყლის ხელმისაწვდომობისთვის პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის გუნდი თვლის, რომ მოკლე დროის მიუხედავად მიღებული მნიშვნელოვანი შედეგებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდაც დაგეგმავენ.